საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ამბები ტრიალდება საქართველოში და სოფლიოშიც და ჩემი რაღაცა შეხედულება მინდა გავაცნო ჩემ აუდიტორიას ამ ყველაფერზე დაკვირვებიდან გამომდინარე. დიდი ალბათობით სულ მალე ძალიან სერიოზული ცვლილებები იქნება, რომელიც ოფიციალურად გაფორმებას მოითხოვს და ნაწილობრივ კი არის ეს ყველაფერი გაფორმებული, მაგრამ ალბათ ახალ რაღაცებსაც უნდა ველოდოთ. მოკლედ გულისხმობ იმას, რომ როგორც ნათელია და ვხედავთ ამ ყველაფერს დასრულდა საქართველოში ის ეპოქა, როდესაც ყოველმეორეს უნდა არ უნდა თუ არა ყველას პირზე ეკერა დასავლეთი, ევროპაში მივდივართ, აბა ევროპა გვინდა და ესე შემდეგ. იმიტომ რომ ფაქტია ეს სახეზია ეს ყველაფერი. და ახლა მარტო კონცეფტს რო დააბრალო ის რომ ევროპისკენ სვლა და ეს პროევროპული ეპოპეა დასრულდა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის, ტყუილი იქნება, იმიტომ რომ კოცები ესენი არიან ჩვეულებრივი მედროვე ადამიანები, მედროვე ადამიანებიც სადაც კარგად იგრძნობენ თავს, იქნებიან იქ. ყველაფერს მოითმენენ, შეურაცხყოფასაც მოითმენენ, რა ვიცი, ჭკუის სწავლებას, ეხლა რო ძალიან მათ რა ქვია, ღირსეულ ადამიანებად რო გამოყავთ საკუთარი თავი, თომ თავისუფლება და სუვერენიტეტი ქონია, თან ამას ვინ ეს ჩმორები, ეს შნირები, რომელსაც ყოველმეორე სიტყვაზე მაღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინა რუაკერიად და ვინც სოროსის სავირთხეში იყვნენ გამოზრდილი და ახლა იგივე კობახიძე აიღე, ახლა სოროს და ამას რო ახსენებს, პირწავარდნელი სოროსელი იყო, გინდა სუბარი და გინდა ეს რა ქვია, პიტალოს დინარაძე და ეს ახლა ის რო აქვს ჩართული მერაბ კოსტავაც და ზვიად გამსახურდიას ტერმინებს რო იმაშვებიან. ახლა მაგენის სოროსი და მაგენის შემოსავალი არის ბატონი ბიძგვინა. და გაერთიანებული არიან ბიძგვინას ირგვლივ და ბიძგვინას თავარი საკითხი კიდე საკუთარი ფულის, საკუთარი თავის, საკუთარი ოჯახის წევრების უსაფრთხოების გარანტიებია და ამ გარანტიებს ვინც მიცემს იქნება იქ. ფაქტია, რომ 2012 წელს, როდესაც ოფიციალურად გაფორმდა კოცების მოსვლა ხელისუფლებაში, მაშინ გარანტიები დასავლეთმა მიცა, მეორე დღეს სოროსი ჩამოფრინდა და ივანიშვილს ჩაეხუტა და ერთმანეთის ფასი არ ყავდათ არაფერი და შეინჭირიმე შენგენაცვალე ქონდათ გამართული და ხალხი რა ფეხებზე არ ვიდიავდა, მობრუნდა ხალხს მოაფურთხა და დაიწყო კოჰაბიტაცია დასავლეთისკენ, ევროპა და 12 წელიწადია აფურთხებდა ქართველებს სულში და საერთოდ არ ახსოვდა არც ქვეყნის სუვერენიტეტი და არაფერი, პირიქით მონური მორჩილებით იყვნენ 150 დეპუტატი, ესე გარბოდა და ხაზავდა იმას, რა ქვია, ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რომელზეც ხალხიც გამოდიოდა წინააღმდეგი და რომელზეც საპატრიარქო გამოდიოდა და ყველა, მაგრამ არა, ესეთები არიან ეს ამათი ფენომენი, დღეს რო არიან პირწავარდნელი მორწმუნეები და ქრისტიანები, ესაა კოცის ფენომენი. როდესაც ბიძგვინას და ამათ მოთხოვეს ევროპიდან უკვე ომი და არეულობა და უბედურება, ასე არ შევთანხმებულ ვართ ახლა კაცო, ომი და უბედურება არ გვინდაო ჩვენო და მაგაშიო ჩვენ ვერ გავყოფთო თავსო და ალბათ უმასე არ იქნებაო იქ ბიზნეს ფულებს შეეხენ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. სხვათა შორის დაიწყო დასავლეთმა თავისი რეალური სახის ჩვენება, პრინციპში ყველა ნორმალურს, ვისაც პოლიტიკისკენ ოდნავი განათლება გააჩნია, ან
უდნავი აზროვნება და ისტორიის რეალობის აღქმა და ისტორიის ცოდნა გააჩნია, ყველამ კარგად იცოდა, რომ საქართველოს არც არასდროს ყოფილა დასავლეთისთვის ისეთი პრიორიტეტი, რომ საკუთარ რიგებში მიეღო და არც არასდროს არ იქნებოდა, მაგრამ ყოველთვის იყო კაპიკებში ნაყიდი ყავდათ საქართველოს პოლიტიკური ელიტა, დაწყებული ზვიადგამსახურდიას დამხობიდან დღევანდელ დღემდე და აკეთებიებდნენ ყველაფერს. აკეთებიებდნენ მისი ერის და მისი ქვეყნის წინააღმდეგ და აი ესე ყავდათ რა. ესე ყავდათ, რომ აი ახლა გამოიღებდნენ წყალობას და ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც თავიდან ბოლომდე დასავლეთისთვის იყო მისაღები, გამოიღებდნენ წყალობას და აი სამთვიანი ვიზები გადმოუყარეს ახლა და რომელშიც არც მუშაობის უფლება, არც არაფერი. თუმცა ქართველები მნაირი მდიდრები ვიყავით, საგულაოდ ჩამოვიდოდნენ აქ მონტე-კარლოში და ნიცაში და პალმა დე მალიორკაზე და პარიზებში და იმგენში იგულავებდნენ და ამით ჩვენ ყოფილი უნდა ყოფილიყავით და ქართველს ხმარ უნდა მოეღო არაფერზე. აი ასე შნირად ყავდათ გახდილი საქართველოს ხელისუფლებები და ასეთი აი ამ მონობისთვის იბრძოდნენ ნაცებიც და ქოცებიც, რომ რამენაირად ამათი კეთილგანწყობა მოეპოვებიათ. თორე ყველამ იცოდა, რომ საქართველოს დასავლეთისთვის ეს იყო უბრალოდ ხელის შესახოცი და შესაწმენდი და გამოსაყენებელი ტერიტორია, რომელსაც თავის ტოლად არასდროს არ განიხილავდა და არავინ საქართველოს გულისთვის თავის ტკივილის თავის ატკივებას არ აპირებდა. და კარგად გამოჩნდა საერთოდ ომის დროს ეს ყველაფერი. ხო და შემოკარგებო, ახლა ისეთი პერიოდი დგება, რომ დასავლეთმა საერთოდ ქართული საზოგადოების თვალში გაითახსირა. აბსოლუტურად ყველა ნორმალურმა ქართველმა იცის, რას წარმოადგენს დასავლეთი. მე ყოველთვის ვეუბნებოდი აქაურებსაც, ისედაც ვინც ამ ყველაფერზე ესე შიგ ევროპელები ვინც არიან და ვეუბნებოდი რეალობას. აი დასავლეთს არავის არ ჭირდებოდა ქართველ კაცს და საქართველოს არავის დახმარება და არავის ნახლებნიკად ყოფნა, უბრალოდ ქართველებისთვის რომ გაემარტივებიათ თავის დროზე სავიზო რეჟიმი და სამუშაო უფლება მიეცათ ამერიკაში და ევროპაში, როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა ჩვენ ერს, აი თუნდაც 2008 წლის ომიდან რო ავიღოთ, თან რუსეთთან ჩაკეტილობა ქონდა იქ, არ ვიცი, ისრაელთანაც ყველასთან მიეცათ უბრალოდ ქართველი ხალხისთვის დასაქმების საშუალება დასავლეთში, ამას დაიმახსოვრებდნენ ქართველები, მაგრამ არა. არ ჭირდებოდა დასავლეთს ჭირდებოდა ესეთი დაჩმორებული, მაინც ნაყიდი პოლიტელიტა, რომელიც ყოველთვის იმას გააკეთებდა, რასაც ბრიუსელში დაარტყამდნენ. ხო და მოხდა ახლა ისე, რომ ამათმა და საერთოდ კოლონიზაციის დიდი გამოცდილება აქვს დასავლეთს, მაგრამ კავკასიის კოლონიზაციის ნაკლებად და კავკასიის და ქართველი კაცის ფენომენი ნაკლებად იცოდნენ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაც არ უნდა იყოს, საქართველო არა ის ქვეყანა, სადაც ამ ყველაფერს ასე მარტივად აპატიებდნენ. ხო, კი ბატონო, იქ სხვილი არ უნდა შეყო, სადაც შენი ადგილი არა და ყველა ღია კარში არ უნდა შეხვიდე, იმიტომ რომ ის კარები შეიძლება შენთვის ღია არ არის. სხვას ელოდებიან იქ და არა შენ, მართალია ასე. და როდესაც დადგა ახლა ეგ სიტუაცია, საქართველოში განწყობებიც შეცვლილი არის. ნამდვილად დაიწყო უკვე ხალხმა თავისი სიმართლის ლაპარაკი, რომ ბოლო რომელიც ჩვენი მოძმეები არიან, რომელიც ჩვენი ძმაკაცები ეს დასავლეთი არის. დაიწყეს გამოფხიზლება, მაგრამ დარჩა ახლა ზომბირებული ხალხი დარჩა, რომელიც დღემდე დარბის აქ. თუმცა მალე თვითონ ევროკავშირის საქმე იქნება ძალიან ცუდად და ამას ყველაფერი აჩვენებს. ვინც თავის დროზე გამოასწრებს ამ ყველაფრიდან, მით უკეთესი. ასევე დასავლეთმა ხომ კარგად ხედავთ, რომ აჩვენა თავისი გინდა ბიზნეს და სანქცირებები აიღეთ, გნებავთ სულ იმაზე იყო ლაპარაკი, რომ აი მოდი სავიზოც გავაჩეროთ და ახლა ამ სიტუაციებში ერთი კიდე საინტერესო ამბავი მინდა გითხრათ.
რომელიც რატომღაც ქართულ მედიაში არ ვრცელდება, განსაკუთრებით ამერიკულმა ბანკებმა და კომპანიები, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ. გაიხარე კი დღეს წმინდა მოწამე ერმილეს ხსენების დღე არის. დიდი მადლობა გაიხარე. იცოცხლეთ. მეც გილოცავთ ყველა მართლმადიდებელს, ყველა ქრისტიანს ბრავას და ესწარით. ერმილეს და სტრატონიკეს ხსენების დღე არის. და იმას ვამბობდი, რომ ეს ბიზნესი, რომელიც საქართველოში საკმაოდ სხვილი ბიზნესია, მაგალითად ისეთი ბიზნესი, როგორც არის ვისოლ ჯგუფი და ეს ჩვენი ეგრეთ წოდებული ბიზნეს ელიტა, რომელი ბიზნეს ელიტაც ნაცურ-ქოცურ კოჰაბიტაციაში გაყოფილი არიან, ძალიან სერიოზულ პრობლემებს წააწყდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ბანკებში. საიდანაც პირდაპირ მოთხოვეს, აი ბევრი ბიზნესმენები რო არიან გამოქცეული იმაზე და ოპოზიციაში რო დგანან. გნებავთ ის ჭყონია და დანარჩენები რო არიან გამოქცეული. ყველას მოთხოვეს დასავლეთიდან. თქვენში წილი ხო არა აქვს ვინმე სანქცირებულს ხელისუფლების შტოებიდან და ძალიან ბევრ ბიზნესმენს შეექმნა პრობლემა, ეგრეთ წოდებულ ბიზნესმენს და პარტნიორს, როგორც დასავლეთის, ასევე ადგილზე, საქართველოში თანხების გადმორიცხვა, გადარიცხვა, იმიტომ რომ როდესაც ბევრი კოდსი შეიყვანეს სანქცირებულთა სიაში, ის ღია სიას რასაც ხედავთ, ერთია და ამბობენ და არსებობს მეორე სია. ამერიკულმა ბანკებმა დაიწყეს და არა მარტო ამერიკულმა ბანკებმა ფილტრაცია ყველა ხალხთან დაკავშირებული ბიზნესის ტრანზაქციების. განსაკუთრებულად ამერიკაში ხდება ეს ყველაფერი. მოკლედ ფულის დაწერა, ჩამორთმევა სანქციების სიაში მოხვედრა. ამიტომ კარგად იგრძნეს ყველაფერი ქოცობამ და ქოცობამ გახსნა ახალი მიმართულება წინ აზიისკენ. ეს ყველაფერი ახლა რასაც ხედავთ, ეს აბუ-დაბიში ხო ხედავთ ყველა რომ აბუ-დაბიში გარბის და ყველა არაბეთისკენ გარბის. ყველა ესენიც ჩვენი პოლიტიკოსებიც რო იქ ისვენებდნენ დეპუტატები, აგერ დღეს გაიქცა ვაშკაცი ჩიჩილაკა ხო? იქამდე დომენიკო შმანგოიაც კი არაბეთში გაიქცა. იმიტომ ხდება ამ ყველაფრის გადამისამართება იქეთ, ხდება ახალი მიმართულების და ამ მიმართულებას ქვია გლობალური სამხრეთი, რომელიც არის მუსულმანური სამყარო, რომელიც არის ძალიან მდიდარი. ქოცებს უკვე აზიაში ყავთ თავიანთი ძალიან სერიოზული მფარველი, სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთის სახით. ჩინეთთან კიდე გლობალური სამხრეთი ძალიან ჰარმონიაში არის და აქამდე შიგ დასავლეთისკენ და შიგ ევროპისკენ ძახილს მალე ჩაანაცვლებს საქართველოში წინ აზიისკენ. ახლა სიმართლე გითხრათ, მე რომ მკითხოს კაცმა, რომელსაც მიაჩნია, რომ ქვეყანას უნდა კონდეს თავისი სუვერენული პოლიტიკა და დამოუკიდებლობა, ამაში ცუდი არაფერი არ არის. ცუდი არაფერი არ არის, პირიქით დადებითი არის და აქამდე უნდა ყოფილიყო ყველაფერი. იგივე ირანთან ურთიერთობაც, იგივე არაბულ სამყაროსთან, რომელიც ეს ისტორიული კავშირები არის, რეგიონის ქვეყნებია, იგივე რუსეთთანაც. იმიტომ რომ ეს ინგლისი და საფრანგეთია, მაგის საუკეთესო მაგალითი 100 წლიანი უწყვეტი ომი ჰქონდათ და დღეს საუკეთესო სავაჭრო, ეკონომიკური და სამხედრო ბლოკის კავშირი და უამრავი რაღაცა გააჩნიათ, მით უმეტეს ერთმანეთის ატანა არ აქვს ინგლისს და საფრანგეთს, მაგრამ ასია პოლიტიკა ასე ლაგდება. ამიტომ გამოაცხადეს იქედან შიგ ამერიკიდან, რომ ჩვენო კოცებთანო, ამიტომ კოცები კარგად ხვდებიან, რომ კი დიდი მედებს ამყარებდნენ, რომ აი ტრამპი მოვა და გვეშველება და ასე იქნება და ისე იქნება.
ტრამპი სანამ ამათთვის მოიცლის და სანამ ამათ სანქციებს და ამათ რაღაცებს მოუვლის, ბარეული ტურა იყივლებს, არცალია კაც ჯერ მაგისთვის თავის საქმეები აქვს მილიონი, აგერ ახლა დანიის ოკუპაცია, უბრალოდ გრენლანდიის ოკუპაციას ახდენს ჩვეულებრივად და მე არ ვიციო ესო რატო აქვს დანიასო პრეტენზიაო 52,000 კაცი ცხოვრობსო იქო და ყველასო ჩვენთანო უნდა უცხოვრებაო მით უმეტეს გრენლანდიის სამხედრო აი კიდე ერთხელ დებილებისთვის და ბრიყვებისთვის ხაზგასმით მინდა ვთქვა დანიაც და შეერთებული შტატები წესით არიან ერთ სამხედრო ბლოკში და მოკავშირეები არიან და ერთი ვაი არ ქონდათ ნათქვამი აქამდე ერთმანეთზე. ეხლა შიგნე დასავლეთები ამას როგორ ახსნიან მე არ ვიცი, მაგრამ არსებობს ძალიან ლოგიკური ახსნა. მოკავშირის ნდობას არ შეიძლება ბოლომდე ის დღეს არის შეიძლება მოკავშირე. თორე ხვალ უკვე მოკავშირე აღარ იყოს. და ფაქტია ეს ყველაფერი ამაზე ჩანს და საცალია ახლა ტრამპს აქ ბიზგვინებისთვის და ამათთვის პირიქით გამოაცხადეს გემრიელად, სხვათა შორის მასკმაც გამოაცხადა და გამოაცხადეს რომ რატაცო მეტიო დამოუკიდებელი პოლიტიკის მწარმოებელი ქვეყანა იქნება, სუვერენული ქვეყანა იქნება, რომელიც დამოუკიდებელ პოლიტიკას ეწარმოებს, ეს უფრო კარგი იქნება. ანუ ფაქტია ის რომ ამერიკელებს აქვს ინტერესი და ეს ინტერესი გამოიხატება იმაში რომ ის ბლოკი, რომელი ბლოკიც იყო შექმნილი აქ ევროკავშირის სახით და დასავლეთ, ამერიკის სახით ბაიდენის და მანამდე არსებული ადმინისტრაციით, რომლებიც ერთმანეთში ჰარმონიულად მოქმედებდნენ, ეს უნდა დაიშალოს და ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიც უნდა დაიშალოს. იმიტომ იმ სისტემით უკვე ვერ გაგრძელდება ჰარმონიული ურთიერთობა. ახლა სიმართლე გითხრათ, ევროპასთან და ნატოსთან რუსეთს არ აქვს ისეთი პრეტენზიები, ნამდვილად აი, იმიტომ რომ რუსეთი შეიძლება უკრაინის და ყოფილ საბჭოთა ტერიტორიებზე პრეტენზიას კი აცხადებს, მაგრამ ნატოს წევრი ქვეყნის და ევროკავშირის წევრი ქვეყნის ტერიტორიულ პრეტენზიებს ნახდათ არ აყენებს. ამერიკის შეერთებული შტატები აყენებს ამ ტერიტორიულ პრეტენზიებს და ეს ტერიტორიული პრეტენზიები არის გრენლანდია, გუშინ შედგა საუბარი, რომელთაც ამის პურმელი დაუგდო დანიის წარმომადგენლებმა. არ შეიძლება ასე და ყოფილი მოკავშირე, თუნდაც აქამდე არსებული მოკავშირე, თან მინდა ხაზგასმით თქვა, რომ დანია იყო ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დასაყრდენი ქვეყანა ევროპაში. იქამდე სულ რამოდენიმე წლის წინ, როდესაც გახდა ცნობილი, რომ ამერიკელები თვალთვალობდნენ და უსმენდნენ გერმანიის ადმინისტრაციის და საფრანგეთის და სხვადასხვა ქვეყნების ლიდერების სატელეფონო საუბრებს, მაშინ გახდა ცნობილი ის, რომ ეს ყველაფერი ხორციელდებოდა დანიის ტერიტორიიდან. ანუ ძალიან ტკბილი და საყვარელი ურთიერთობა ჰქონდათ ამერიკელებს და დანიელებს ერთმანეთში. ეს არის ზუსტად ის, რასაც ამბობდა თავის დროზე კისინჯერი. იყო ამერიკის მტერი საფრთხიფათოა, მაგრამ იყო ამერიკის მოკავშირე და მეგობარი სასიკვდილოდ საშიშია. ეს ემართება ალბათ დანიას და ნურავის გაგიკვირდებათ ის, რომ მალე გრენლანდია მოხდეს ამერიკელების შემადგენლობაში. მით უმეტეს, როდესაც აქ უკვე უკრაინაზე არის საუბარი და არავისთვის ახალი არ არის ის, რომ მაგალითად ეს ტრამპი, ახლა კი არა, კარგა ხნის წინ ამბობდა, რომ ყირიმზე პრეტენზიების გამოცხადება უადგილოა. იმიტომ რომ ყირიმი რუსეთს შეუერთდა რეფერენდუმის სახით უომრად უყველაფროდ და აღიარებდა. ასე რომ იმ მოლაპარაკებას, რომელი მოლაპარაკებაც ახლა მზადდება და ალბათ აუცილებლად ძალიან მალე შვეიცარიაში შედგება რუსეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, ეს იქნება დიდი ალბათობით ახალი მალტის ორდენის დროს გადანაწილებული საბჭოთა კავშირის
ყოფილი ტერიტორიების გადანაწილების და მსოფლიოს გაყოფის კიდევ ერთი პრეცედენტი და ამ ყოველ შემთხვევაში მოსამზადებელი მაინც იქნება წინასწარ ახლა ამხელა გლობალურ რამეზე ცოტა ძნელია რო ითქვას, მაგრამ ფაქტია რომ უკრაინის გაყოფაც მოხდება და ამ გეოპოლიტიკური ცვლილებების პერიოდში ალბათ ამერიკელებსაც აქვთ სურვილი, რომ გრენლანდია, ამხელა უზარმაზარი ტერიტორია, უბრძოლველად, უომრად და უყველაფროდ იქნას ჩაგდებული მაგათ ხელში, მით უმეტეს, როდესაც გრენლანდიის მოსახლეობა, რო კითხვა, ახლა გახდა გრენლანდია მიტოვებული, უპატრონოდ დარჩენილი და მით უმეტეს, როდესაც გრენლანდიის ტერიტორიულ უსაფრთხოებას დანიური ჯარი არ იცავს. ნატოს წევრები ვართო და ამერიკელი სამხედროები არიან გრენლანდიაში. ანუ პრაქტიკულად გრენლანდია ამერიკის ჯიბეშია. როგორც ეკონომიკური კავშირებით, როგორც სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. და არის ავტონომიური ნაწილი არის დანიის. ალბათ ეს ზუსტად იგივე ვარიანტი არის, რაც ჩვენ გაგვიკეთეს, თუმცა უფრო უარესი. უფრო უკეთესად შეიძლება შეედაროს ყირიმიზაციას, იმიტომ რომ რუსეთმა ახლა კი წაგვართვა და დაიპყრო აფხაზეთი და სამაჩაბლო, მაგრამ აფხაზეთი და სამაჩაბლოს შეერთება არ ყოფილა მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა ოსების და აფხაზების არ ამოხება ოსების მოთხოვნის არ შეუერთება, ყირიმი შეიერთა. ანუ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ჩვენ მოსალოდნელი არის ყირიმიზაცია. ყირიმიზაცია გრენლანდიის და ეს თუ მოხდება, ჩათვალეთ, რომ ეს დაანგრევს ნატოს როგორც სამხედრო ბლოკს და ფაქტია, რომ ტრამპი ამაზე საუბრობდა თავის დროზეც, რომ ნატოს დაშლაზე იყო საუბარი, ახლა მოთხოვა ნატოს წევრი ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ით დაფინანსება, როდესაც 1%-საც კი ვერ აფინანსებს ზოგიერთი ქვეყანა. 1.5%, 2%, ანუ საკუთარი თავდაცვითი ხარჯების, ეს ეკონომიკური საკითხის წამოწევა, იმიტომ რომ ამერიკული სამხედრო ბაზები არის იმაში, რა ქვია, შიგ ევროპაში. ამიტომ მეო გიცავთო თქვენო, აქედან გამომდინარეო და თავდაცვითისო თქვენ ფული უნდა გადაეხადოთო. აქ ესტონელები და ისინი კი ბატონო მიესალმებიან ახლა მაგათი 5% რა არის კაცო და ეს დღევანდელი შიგ ევროკავშირის რო არის ქალი ის კაია კალასი ესტონელი მართალი ხარო ბატონო ტრამპო ჩვენ მილიტარიზაციაზე უნდა ვიფიქროთ ახლა იმათ პრიბალტიკელებს თავისი ჟიმ-ჟიმი აქვს ამ გადანაწილებაში სად გაყოფენ თავს ეს ცალკე საკითხავი. რა თქმა უნდა ამ ამბებში ეს აუცილებლად გამოიწვევს ევროკავშირის დაშლისკენ მიმავალ პროცესებს. იმიტომ რომ თვითონ ტრამპი და მასკი აკეთებენ ესე რომ ვთქვათ ფსონს იმ პოლიტიკოსებზე ევროპის შიგნით, რომელი პოლიტიკოსებიც არ არიან ამ ულტრალიბერალური მიმართულების და ევროკავშირის ერთიანობის მომხრე. აი მაგალითად ერთ-ერთი უდიდესი პარტია, რომელიც არის ალტერნატივა გერმანიისთვის, რომელიც ულტრა მემარჯვენე ფაშისტურ პარტიად იხსენიება. ძალიან სხვათა შორის საინტერესოა გერმანული ფაქტორით ძალიან საინტერესო არის. იმიტომ რომ გერმანიაში მაგალითად, ხო, ძალიან ბევრს, ახლა მე ახლო კავშირები მაქვს გერმანიასთან და იქიდან გამომდინარე ვამბობ. ძალიან ბევრს საერთოდ სურვილი აქვს ევროკავშირიდან გამოსვლის გაუქმების საერთოდ ევროსი და მარკის აღდგენის. დღესდღეობითაც დაახლოებით 60 მილიარდი მარკა, გერმანული მარკა არ არის ჩაბარებული. და ის ჯერჯერობით შენახულია ხალხს. ამიტომ გერმანიის ეკონომიკას რაც დამართეს, ეს კიდე ცალკე საკითხია. ეს ცალკე საკითხია, ეს ცალკე პრობლემაა და დატოვეს ენერგიის გარეშე, ყველაფრის გარეშე, ისევ გერმანელების ხელით, ამ ბერბოკის, ამ შოლცის და აი ამ სტავკას აკეთებენ
ზუსტად აი ესეთ პოლიტიკოსებს. საინტერესო მომენტი არის ის, რომ ძალიან საყვარელი ხალხი არის დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაციისთვის ევროპაში ის ხალხი, რომლებიც ბრიუსელს ფეხქვეშ არ ეგება. იგივე ორბანი, უნგრეთის პრემიერი, იგივე ფიცო და აქაც საინტერესო მომენტი არის. რაც ხდებოდა თბილისში, რა ამბებიც ხდებოდა თბილისში, ის ხდება ახლა ზუსტად იქ. სლოვაკეთში, ბევრი ქართველი სლოვაკეთშიც არის და გავფანტეს ეს ყველა ზოგისა დავარ და როგორ ავარ და იქაც ზუსტად იდენტური სცენარია. იქაც აი როგორც აქ იყო გავსებული და შემიძლია გაჩვენოთ უამრავი ვიდეო, რამდენი ეს კომინტერი ეგრეთ წოდებული მთელი ინტერნაციონალური შუალი რო იყო ჩამოყრილი და თბილისში რო აპროტესტებდნენ, ისე არის იქაც ბრატისლავაშიც ისე არის. 100,000-ზე მეტი უკრაინელი ტოლვილი ყავთ იმასკნელი და აი გამოყავთ ფიცოს წინააღმდეგ ეს ხალხი სულ ყველა და აცხადებენ იმას, რომ ესე იგი წარმოიდგინეთ ლოზუნგი ყველას ეცნება ამ საკითხზე, რომ ნატოს და ევროკავშირის წევრ სლოვაკეთს მიტინგზე ეუბნებიან, რომ ევროპა ვართ. ჩვენ ვართ ევროპა. მაგრამ ნატოს და ევროკავშირის წევრიც ვართ, ამდენი ხანია და ევროპის ცენტრში მდებარეობს და ეს კიდე რაღა ლოზუნგი არისო. ერთ-ერთში გადაღებული, რომ ფიცო არის თურმე რუსეთის კაცი, თურმე რატო არ რუსეთის კაცი? იმიტომ არის რუსეთის კაცი, რომ მის ხალხზე ფიქრობს, მის ეკონომიკაზე ფიქრობს, მის და არ წირავს მის ქვეყანას უკრაინელების ინტერესის გამო. და ზუსტად იქაც საინტერესო მომენტებია, იცით? როგორ ევაჭრებოდა ზელენსკი, რომ შენ მე ხმარი ამ ყველაფერზე და 500 მილიონს რუსული აქტივებიდან შენ მოგცემთ და მსგავსი რაღაცები არ განაცხადა, ახლა ზუსტად განაცხადება გააკეთა, რომ მე სანამ პრემიერი ვარო და სანამ უკრაინაში ეს ხდება, უკრაინა ვერასდროს ვერ გახდება ვერც ნატოს და ვერც ევროკავშირის წევრი და მოკლედ დაწყებულია დიდი ვაკხანალია რა, აი ევროპაში, ახლა აგერ გერმანიაში თებერვალში არჩევნები იქნება, ვადამდელი არჩევნები იქნება, სადაც რა იქნება მერტმა იცის და დიდი ალბათობით. ამიტომ ქოცები ამ პერიოდის დროს, ამ დიდი ტურბულენტობის პერიოდში თავისთავად, რომელიც გააწირა ივანიშვილი, რომელიც უკანალში უძრებოდა სოროს და სოროსელებს, გაწირა დასავლეთმა ეძებს სხვაგან თავის ბედნიერებას და თავისი კლანის ბედნიერებას და ამიტომ არის გადაფორმატებული ეს ყველაფერი აზიას. სხვა შორის საინტერესო მომენტი არის ისიც, რომ ასევე პოლონეთი აქტიურობს, იმიტომ რომ პოლონელებსაც ბალტიური სცენი აქვთ და უფრო ოღონ მეტი გამძლავრებული, რომლებსაც უნდათ ეს ომი, უკრაინის ომის გაგრძელება, რათა რუსეთი მოსუსტდეს და მერე დასავლეთის ტერიტორიები დაითრიოს. და მოუწოდებდა იმას, რა ქვია, უნგრეთს ძალიან დაუპირისპირდა ეს ამათი ნაცების მაგაცი რო იყო ტუსკი და დაუწყო ესე ჭკუის სწავლება და აქეთ და დიქტატორი და აგენტი და ეს მაგრამ მოუწოდეს, რომ პირდაპირ შენ ხარ სოროსის დასმული ვირთხა. ეს შიდა ევროკავშირში რომ მსგავსი რაღაცები რო არ ხდება. მოკლედ სოროსელებს და ადგილობრივ კონსერვატიულ ძალებს შორის და თავად ტრამპს შორის არის ძალიან დიდი ვაკხანალი. აქ ვინმე საქართველოსთვის ძალიაო ტყუილია. ტყუილია, ნამდვილად ტყუილია, არავის არ ცალია საქართველოსთვის, ამ დროს არის საჭირო აზროვნება, შენი პოლიტიკის წარმართვა და საერთოდ ყოველთვის ჯობია შენ თავს მიხედო შენ და არანაირი ზედმეტი ვალდებულებები არ გქონდეს არც ერთ სამხედრო ბლოკთან, ვიდრე სხვა სამხედრო ბლოკის გულისთვის შენი ქვეყანა შემოავლო თავს. ჩვენ ამის ჭკუა ხალხს ნორმალურ ადამიანებს კი გვაქვს და ნათქვამია, რომ ერთს რომელსაც ნაცარქექი აქვს, რომ იმას გადაშენება არ უწერიაო, მაგრამ მოღალატე ხელისუფლებების ხელში იმართება ქვეყანა და აქედან გამომდინარე, კაის, როდესაც მოღალატე გიზის სათავეში, კაის არ უნდა ელოდე.
ჩინური ბანკის შემოდის დაბალი პროცენტიანი საქართველოში და ირაკლი რაშია საქმე იცი ახლა მე ზუსტად რომ გითხრა რომ რომელი ჩინური ბანკი თუ შემოდის ისა რა ქვია ჩინური ბანკი ეს ჩვეულებრივი სახელმწიფო ბანკი არის ხო ამიტომ ჩინეთის სახელმწიფო შემოდის ხო ნახევრად კომუნისტურია და ყოველ შემთხვევაში ძირითადი ეს სტრატეგიული რამები კი არის კერძო საკუთრება ჩინეთში, მაგრამ მსგავსი რაღაცეები სულ სახელმწიფოს მართვის ქვეშ არის. აქედან გამომდინარე, საქართველოში ჩინური ინვესტიციები ამერიკულიდან განსხვავებით რო ჩანს, ამას რა თქმა უნდა ლაპარაკი ჩინური მუშახელიც ჩანს, ხო, ჩინური ავიაკომპანია შემოვიდა, ჩინური კომპანიები აშენებენ პორტს, ჩინური კომპანიებმა უნდა აშენონ ახალი ისა რა ქვია აეროპორტი და რომელიც აზიანში უფრო სწორად ძველი საბჭოთა პერიოდის უზარმაზარი სამხედრო აეროპორტი არის, კარგად ვიცი, მსახურობდი მე და ვიცი რაც არის ესა უზარმაზარი საავიაციო ბაზა, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა იმას ვერასდროს ვერ აითვისებს, აი სამოქალაქო თვალსაზრისით შესაძლებელი არის მისი გამოყენება. აქაც ჩინელები ჩანან, ანუ ჩინეთი როგორც სტრატეგიული პარტნიორი საქართველოში კარგად შემოვიდა. დიდი ხანია უკვე შემოვიდა, თან მაგათი პოლიტიკით წყნარად, მშვიდად, დინჯად, ყოველგვარი აგრესიის გამო გარეშე ყველაფრის გარეშე. ჩინეთს აქვს ძალიან ბრძნული პოლიტიკა, მაგრამ მე რა არის, იცით, იმ ხალხის არ მიკვირს, რომლებსაც გონიათ, რომ აი ჩინეთი მოვა და ამ ყველაფრიდან გადაარჩენს. აი უკვე ისე აქ ქართველს მოძულებული თავი ამ სოროსელებიდან და ამ სისხლისწოვია მედასავლეთეებიდან, რომ აი მოვა ახლა ჩინეთი და ახლა ჩინელების კოლონიზაცია თუ წარმოიდგინა საქართველოს თავი თუ ისა რა ქვია მაშინ ჩინელები როგორც კოლონიზატორები ბევრად უფრო საშინელები არიან ვიდრე თეთრკანიანი ადამიანები ისე რომ იცოდეთ ამიტომ ღირსეულად უნდა დახვდე ყველას და პარტნიორობა უნდა შეგეძლოს და შენი პოლიტიკა უნდა გაატარო და ისე თუ მიყიდეს ჩინეთს საკუთარი ქვეყანა როგორც მიყიდეს თავის დროზე დასავლეთს ისე თუ დაიწყენ პეკინში წანწალი და ძუნგალი აი აფრიკელები ამბობენ რომ ნახევარი აფრიკა აითვისა უფრო მეტი ჩინეთმა და იქ თეთრკანიანი კოლონიზატორი მოგვენატრაო პალმის ხე რომ მიაქვთ მიწასაც არტოვებენ იმასაც კი აყოლებენ ასე რომ შენ თუ თავი კოლონიურად წარმოიდგინე ამ შემთხვევაში არაფერი სიკეთე არ გექნება მაგრამ ფაქტია რომ ეს ინტერესთა ჯახი შემოდის ახლა ჩინური ინტერესები შემოსულია და ჩინური ინტერესების შემოსვლა თავისთავად ის პროცესები რაც ხდება ეს აბსოლუტურად ნორმალური არის ამიტომ ძალიან ბევრი საინტერესო მომენტები ხდება რაც შეეხება ჩვენ ახლა უკვე გლობალურ სამხრეთთან გვაქვს საქმე ეს დიდი ხანია დამკვიდრებულია ეს ტერმინი ეს ისლამური არაბული სამყარო რომელიც არის სამხრეთი საინტერესო არის მომენტი თვითონ რუსეთმა და ირანმა გაახლეს თანამშრომლობის ხელშეკრულება აქ არ არის რაღაცა ახალი მაგალითად ისეთი როგორიც ჩრდილო კორეასთან არის რომ ერთმანეთის დაცვის შესახებ ანუ ირანელი სამხედროებს თქვენ უკრაინაში ვერ შეხედავთ, მაგრამ ის რასაც ქვია სამხედრო სტრატეგიული თანამშრომლობა ის გაგრძელდება. მე მგონი 2001 წელს იყო ეს ხელშეკრულება დადებული ადრე ჩინეთთან, რუსეთს და ირანს შორის და ეს ამის განახლებას იწყებს, მაგრამ ეს კიდე ახალი ძალით იქნება ეს ყველაფერი, რომელიც ჩრდილოეთის სამხრეთის მარშრუტებს შეეხება და ეკონომიკური სისტემის ჰარმონიზაციას რუსეთს და ჩინეთს შორის. ანუ საბანკო სფეროების საკითხს. არა მარტო სამხედრო სფეროებს, ანუ ამ საკითხსაც რა, ანუ ეკონომიკური ორივე მხარეს ერთმანეთი ჭირდება, ორივე დასანქცირებული არის. და ასე რომ ვთქვათ, აზიური ბლოკი, რომელი რა თქმა უნდა სწორია და
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გახდა იქედან გამომდინარე, რომ ამერიკელები, რომლებიც როგორც სოფლიოს ჰეგემონები, ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებდნენ როგორც სასჯელს. აი ჩვენ მიმართებაში ხო გეუბნებით. ჩვენს მიმართებაში ჯერ ამერიკას სანქციები არ შემოუღია. შემოღებული იქნა რა სანქცია უნდა გაზვალტყებულ დატანჯულ ქვეყანას. Გამოდიოდნენ ჩინოვნიკების ირგვლივ. გეუბნებით, აქ ათეულობით მილიონი უკვე ზარალი აქვს ჩვენ ეკონომიკას გამოწვეული. იმ თანხების გვიან ჩარიცხვით და ასე შემდეგ და ესენი ბიზნესმენები იქეთკენ რომ გამოვიდნენ და პოლიტიკურ განცხადებებს რო აკეთებენ, აქამდე რო არ ამოუღიათ ხმა, იმიტომ აკეთებენ ესენი ანახებენ ამერიკელებს რომ ჩვენი კომპანიები არ დასანქცირდეს. ჩვენ ამათთან არა ვართ. ეგეთ აი ეგ სიტუაცია არის. ამიტომ ჭკვიკინებენ ისინი თუ არა იქნებოდნენ შვიდაწყნარად უტკივართავს ახლა სულ ფეხებზე კიდია ჭყონიას სინდისი ნამუსის ნეობა გამოყარეობა ქართველობა სამშობლოს მომავალი მის ნაბოზაშვილს კიდე გარყვნილს გადაგვარებულს პიდარას ლესბიაკას თუ რა ვიცი რა გვარის და რა ჯიშისას და რა იმას არ ვიცი საერთოდ ახლა იმას რა თავმოყარეობაზე უნდა ელაპარაკო ფულზე მაგრამ ახლა ისინი რომ თვითონ სანქციებში არ მოხდეს და ასე შემდეგ ეს ვაკხანალია და კოცებმა ნახეს ამ ყველაფრის გამოსავალი არის აზიურ სამყაროსთან განვითარება ეკონომიკური კავშირების რომელსაც ძალიან ჭირდება ევროპისკენ მიმავალი გზების გახსნა და აბსოლუტურად ნორმალურია ეს ყველაფერი მაგრამ ახლა იმედია მათი მონური ფსიქოლოგია მონური ბიზნეს მონები არჩინელის და იმის მონები როგორ არ იქნებიან მაგრამ ერთი უკანალიდან გამოყოფილი თავი მეორე უკანალში თავის შეყოფა გლახად მთავრდება საერთოდ ახალი ბატონის ძიება იქნება რაღაცა ცოტა აზე მოვიდნენ პატარა თავისუფლების შეგრძნება იგრძნონ თუმცა ნაკლებად მე მგონია იქ მაგრამ სიტუაცია აიძულებთ ახლა ამათ რომ ასე ილაპარაკო სიტუაცია აიძულებთ გეოპოლიტიკა დაალაგებს ყველაფერს თავის ადგილას თუ აკვირდებით თქვენ ბოლო პერიოდის კონტაქტები არის სულ აზიურ ქვეყნებთან იგივე აზერბაიჯანთან იყო ვიზიტი იგივე აგერ ახლა საუდი გაერთიანებულ საემიროებში გამოჟონა ინფორმაცია იმის შესახებ რომ რუსეთთან უკვე ღია დიალოგზე არის საუბარი რომელი ღია დიალოგით შეიძლება ძალიან მალე შედგეს საქართველოს და რუსეთს შორის და ეს გარდაუვალი პროცესია ეს აუცილებლად უნდა მოხდეს მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ეს ცალკე საკითხავია ალბათ მე ვფიქრობ იმას რომ კოცები ელოდებიან კიდე უფრო დაძაბულ მდგომარეობას დასავლეთიდან კიდე უფრო 1000 მეტრი ჩოქს გაუკეთებენ მით უფრო ექნებათ შემდეგ სათქმელი რომ აი ჩვენ დასავლეთმა მიგვატოვა და ჩვენ იძულებული ვართ მოახდინოთ ჩვენი თავზე ვიფიქროთ ჩვენ და აი ვიწყებთ რუსეთთან დიალოგს დაიწყებ ახლა მას დასავლეთის ნებართვა არ ჭირდება ჩემო ძმაო ახლა ისეთ რაღაცას წერო ჩინურმა კომპანიამ 12 წელი ვერ დააგო გზაო ზესტაფონო რაღაცაშია საქმე ახლა ხო ჩინელებს ახლა ინჟინერიას ვასწავლით თუ გზის დაგებას ვასწავლით თუ რას ვასწავლით რაღაცა კორუფციული სქემა იგივე კონცეპტი რომელი კორუფციული სქემის გამო არ ხდება მაგზის დაგება ახლა არ ვიცი რა გიპასუხო მაგ ყველაფერთან დაკავშირებით არ ვიცი ასე რომ თქვა ძალიან არეული არის სიტუაცია და ამ არეულ მდგომარეობას ჩვენ წინ აზიისკენ უნდა გქონდეს გზა და ეს არის ჩვენი ბუნებრივი არეალი რომელი არეალიც ძალიან კარგად უნდა იქნას გამოყენებული და ათვისებული არავინ არ ჩამოვა აზიიდან და არავინ არ დაგვიწყებს ჩვენ იმის ჭკუის სწავლებას რომ პიდარასტები გახდით გეი პარადები ჩაატარეთ ეს
არავინ არ მოგახვევთ თქვენ რომ ასე იცხოვრეთ და ისე იცხოვრეთ და ეს ცხოვრების წესი გქონდეთ და ის ცხოვრების წესი გქონდეთ. არ არიან ისინი სხვა იდეოლოგიის და სხვა აზროვნების ხალხი არიან. თავის დროზე როცა მოდიოდნენ ცეცხლთან מחვილით და გამაჰმადიანებას აპირებდნენ საქართველოს ისტორიულად, ეგ ახლა არ მოხდება, ეგეთი სიტუაცია არ მოხდება და რა ვიცი, უკვე სიმართლე გითხრა, ცხოვრებაში არ მეგონა მე პირადად, თუ კი მექნებოდა ამის განცდა, რომ რა ვიცი, აბა თურქები თუ სანატრებელი გაუხდებოდა ქართველ ადამიანს დამპყრობელად, მე ვერ წარმომედგინა, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ თურქები და ოსმალები მოდიოდნენ და გვიპყრობდნენ და 33% ოკუპირებული აქვთ და ანექსირებული აქვთ ქართული მიწები და გამაჰმადიანებული ყავთ უამრავი ქართველი, ისინი ერთი ღმერთის მეორე ღმერთის ჩანაცვლებას ითხოვდნენ და ახლა რაც ამ LCQP იდეოლოგიას ერქვა, ეს საერთოდ არც ერთი რჯულის და არც ერთი ღმერთის და არანაირი სინდისის და არანაირი ნამუსის და არანაირი ზნეობის აღიარებას არ ითხოვდნენ საქართველოში, ითხოვდნენ კაპიტალისტებას, გადაგვარებას და გასექტანტებას და რა გუშინ ქონდა ვიდეო მისი არ იყოს თეოფილე მალაფიას და ეს გირჩელების და ამათი სექტები რომ განათანაბრებულიყო მართლმადიდებლობასთან ამას ითხოვდნენ და სწორედ ამაზე თანახმა იყო ვიძინაც და მიშაც ამის პრობლემა არ ჰქონდათ. და ამას ეძახოდნენ ტოლერანტობას და იმას და ამაზე მეტი უბედური დამპყრობელი დედამიწის ზურგზე არ არსებულა, უღმერთო, ურჯულო და ურწმუნო. ახლა რა გითხრა ჩემო ძმაო, ახლა ხალხის ბრალი რა თქმა უნდა ხალხის ბრალია ბევრი რამე, მაგრამ ჯერ ახლა დასავლეთის ძალებს რომ ჩვენთვის ყველაფერს სიკეთე არ დუმიათ და არ უკეთებიათ, ნუ ახლა ამაზე შევთანხმდეთ რა. იმიტომ რომ დასავლეთის მხარდაჭერილი იყო შევარდნაძე, დასავლეთის მხარდაჭერილი იყო სააკაშვილი, დასავლეთის მხარდაჭერილი იყო ივანიშვილიც, სანამ თავიანთი ინტერესები არსებობდა. მე მაგის რა გითხრა ჩემო ძმაო, როცა მოbrunდება ხალხი ღმერთისკენ და სამშობლოსკენ და ადამიანობისკენ, მაშინ გვეშველება და ახლა მონობას ნაჩვევი ბევრი ადამიანი, ბატონს გამოიცვლის ახლა რუსეთიდან ხო გამოიცვალეს ბატონი და ხო მიიღეს ახალი ბატონი ევროპელების სახით, ეს სუფთა მონური ფსიქოლოგია, სუფთა მონები, ერთი კავშირიდან გამოსული ქვეყანას დამოუკიდებლობის უნდა გინდოდეს რომ შენი ქვეყანა იყოს სხვა ქვეყნების ასე რომ ვთქვათ ერთობაში შემძროლი, რომელიც გადაგიწყვეტა შენ ქვეყანაში როგორ დახნა, როგორ დათესო, როგორ უნდა იცხოვრო, როგორ ერთი კავშირიდან გამოსული, ეგრევე მეორე კავშირში ეგრევე მონობაში აპირებენ შეძრომას, ხო? ტიპიური ლანა ღოღობერიძეები, რომელიც პირწავარდნელი კომუნისტები იყვნენ, მილიონჯერ საბჭოთა კავშირი ამას ჯობდა, რაც ეს 30 წელიწადი ახდება. არ ვიცი, ვისაც უნდა მეთანხმება, ყოველ შემთხვევაში, არ ვიცი, საბჭოთა პერიოდში გაზრდილი და აღზრდილი ხალხი და საბჭოთა პერიოდის საქართველო, დღევანდელ საქართველოს მილიონს და მილიარდს სჯობია. ყველანაირად, როგორც სოციალური ეკონომიკური წყობით, ისე საზოგადოებრივი მორალით, ზნეობით, იდეოლოგიით, დემოგრაფიით და ყველაფრით. აი ეს უკნიდან განათლება, რაც დავიწყეთ ბოლო 34 წელიწადია მიღება და ღია კარებში ვდგევართ. აფხაზეთში ხოთაშორის საინტერესო ამბებია, მაგრამ მოდი მაგაზე ცალკე ვილაპარაკოთ. საინტერესო ამბებია, იქ განსაკუთრებულად საინტერესო ამბებია, აფხაზები და სომხები დაერიან ერთმანეთს და ეგ გარდაუვალი პროცესი იყო, იქაც ეს აუცილებლად მოხდება. ძალიან საინტერესო სიტუაციები არის. სიმართლე გითხრა, იდეაში იმას ველი მე პირადად, რომ ჩინური ინტერესი სადაც იქნება, ჩინელები ჰაერზე არ მოდიან. ჩინელებს სჭირდებათ სამხედრო უსაფრთხოების ქოლგა, რომელი ქოლგის ქვეშაც მოახდენენ შემდეგ
თავიანთი ეკონომიკის წარმოებას. ჩინეთი მარტო საქართველოში არ დებს ამ ინვესტიციებს. ჩინეთი დებს მთელი შუა აზიიდან მოყოლებული ავღანეთშიც კი ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია ჩინეთი, ავღანეთშიც. მაგრამ აქვს გარანტიები თალიბების რეჟიმიდან. მას აქვს უსაფრთხოების ქოლგის გარანტია საქართველოში, თორე რომ არ კონდეს ეს უსაფრთხოების ქოლგის გარანტია, თავისთავად ამ ყველაფერში ამხელა ფულს არ შადებდა ჩინელი სულელი არა. კი. ევროკავშირში იქნებიან თავისუფლები და უკნიდან განათლებული და ანთებულები. მე გეტყვით ერთ რაღაცას, რომ აი ეს ადამიანები, ვინც ევროპას იძახდნენ და წიოდნენ და კიოდნენ და ჩხიოდნენ, ეს ადამიანები გახდებიან პირველი პირწავარდნილი პროჩინელები. როგორც კი ეს ფულები და როგორც ხედავ, ტრამპმა გამოაცხადა, რომ მინიმუმ 90 დღის მანძილზე ყველა გზავნილები და ტრანშები ამათ დახმარების შეჩერებულია და 90 დღის მერე კიდე გადაიხედება ვის რამდენი უნდა გაუგზავნონ და იმედია საქართველოში კაპიკს არ გადმორიცხავენ მათხოვრების შესანახად. ამიტომ არიან რომ ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიცია და ყოფილი პრეზიდენტი თუი წინა ლაივში ვთქვი და ეხლაც გავიმეორებ, დარბიან მთელი მსოფლიო მასშტაბით დაწანწალობენ და ეს ქალს რო ფულიანი საყვარელი მოუკვდება და დაწანწალობს მერე ქორწილებში და გასვენებებში და კამპანიებში ახალი ფულიანი კაცი საძებნელად, აი ისე ამათი ბედი გამხდარი. დაწანწალობენ ახლა ხან ნიუ-იორკში, ხან ვაშინგტონში, ხან პარიზში, ხან იმაში მოგხედეო რა, გამოცდილი მოღალატეები ვართ და არ შეიძლება ჩვენ დაკარგო ასე და ვინც ხა იყიდის ახლა მაგას. ფაქტია ის, რომ ჩვენ ვესწრებით აი ამ გლობალისტური ეპოქის დასრულების ეტაპს. გადაფორმატება იქნება ძალიან ბევრი რამისთან. ასე იოლათაც არ ამგონია რა მოხდეს ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ უსისხლოთაც არ გადაივლის ეგ ყველაფერი. რავი, დანარჩენი ვნახოთ. იმიტომ ამ ხელა დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებები უსისხლოდ არ მოხდება. იმიტომ რომ ის გეგმა, რომელი გეგმაც მაგალითად ტრამპს და მასკს და ამათ აქვს გამოცხადებული, რა იქნება იმ შემთხვევაში თუ ჩაიგდებს კანადას და გრენლანდიას ხელში ამერიკა. მაშინ აღმოჩნდება, რომ უკვე მსოფლიო გეოპოლიტიკა ისე შეიცვლება, რომ აღმოჩნდება უკვე რუსეთი კი აღარ იქნება მსოფლიოში პირველი ტერიტორია. უკვე იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, ყველაზე დიდი, ყველაზე მდიდარი და ყველაზე ძლიერი ყველანაირი რესურსით. ისრაელი ირანს შორის რა გითხრა ზმაო, არ ამგონია, მე ვერ ვხედავ ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვერ ვხედავ და მომავალში უბრალოდ რა ვიცი, ჩვენ ხო უამრავი ახლა უყურებდი ერთ საინტერესო იმას, ეს კოცები ხო ესენი ხო უთავმოყვარეო და უსინდისო ღორიშვილი ხალხია. მე ამათზე უთავმოყვარეო ადამიანი, რასაც კოცი ქვია, მე არ მინახია. ახლა მივიდნენ და ისრაელის ელჩის ინტერვიუ სპეციალურად გააშუქეს, თუ როგორ უხდის ისრაელის ელჩი მადლობას საქართველოს მთავრობას და ქართველებს და მანამდე როგორ წიოდა და კიოდა ისრაელის ელჩი, რომ ირანში როგორ ჩავიდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, ვინ ეკითხებოდა ამ ფსლიგიან ძუგნას. და თურმე როგორ წუხს ისრაელი, საერთოდ არ მინდა ამ ქვეყნის ხსენება რა. საერთოდ არ მინდა, აი ომია ხო, კონფლიქტია და უბედურება და 1000 უბედურება. საერთოდ არ მინდა ამ ქვეყნის ხსენება, იმიტომ რომ რაც მაგათმა გააკეთეს, ეს არაფერში არ წერია. ქალები, კაცები, ბავშვები, როგორც
იმდენი საზიზღრე ჩაიდინეს ევროპელებმაც, რომლებიც ფარველები არიან პირველი პირწავარნილი ისრაელის, ჰაგამაც კი ვერ დამალა ისრაელის დანაშაული და გენოციდის გამო და სამხედრო დანაშაულებების გამო მოქმედ ისრაელის პრემიერს ბრალდება წაუყენა. და ესენი მიდიან და იქ ჩვენ კი ცოდვა, ყველა ისინი ცოდვა არიან და ისინი ცოდვა არიან, უბრალო ადამიანი ყველა ცოდვა. ყველა ცოდვა. მაგრამ მე მიმიფურთხებია იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც ებრაელის ბავშვია და არაბის ბავშვი არა. იგივე უკრაინელი ბავშვია და რუსი ბავშვი არა. როდესაც ვხედავ, რომ ეს სახელმწიფო ამდენ უბედურებებს ჩადის, არ მაქვს მე ამ სახელმწიფოს მიმართ და ამ ხალხის მიმართ არც სოლიდარობის განცდა, არც არაფრის განცდა. არა, ჩემი საქმე და საერთოდ არც უნდა გაშუქდეს ეს ყველაფერი და ისერი უტეხიათ, უნდათ არაბებთან, უნდათ ირანთან და უნდათ ვისთანაც, ეს ჩვენ არ გვეხება. არა, ჩემთვის ებრაელი ერი მოძმე ერი და საქართველოს არ ყავს საერთოდ მოძმე ერები. ესა ჩემი პასუხი. ხო და ჩემო ძმაო, კისერი utexhiat. კისერი utexhiat. ერთსაც და მეორესაც. ჩემი დამოკიდებულება თუ გაინტერესებს, საერთოდ გავწყვეტავდი იმ ქვეყნებმა, რომელმა ქვეყნებმა ჩვენ 2008 წლის ომის დროს ვიღალატეს და ზურგში დანაჩაგვარყეს, საერთოდ გავწყვეტავდი დიპლომატიურ კავშირებს. მაგრამ ერთ-ერთი მთავარი იყო ისრაელი, რო იცოდეთ ის. ისრაელმა გადაცა რუსებს ჰერმესის აპარატების კოდები, ისრაელმა უარი გვითხრა იარაღის მოწოდებაზე, მათ მიერ მოყიდული მას და ბევრი სხვა იქ ჩავიდნენ აფხაზეთში და მაშინ მაგალითად და იმას აღიარებას და იმას პირდებოდნენ. მე საერთოდ მაგ ქვეყნის და მაგ ხალხის მიმართ, მაგ ჩემი დამოკიდებულება, რომ ეს ხალხი არიან ქართველების მიმართ ყველაზე უმადური ხალხი. რომლებმაც ვერაფერი სიკეთე და ვერაფერი პატივისცემა ქართველი ერისგან და ქართველებისგან ვერ დაინახეს ვერასდროს. ამიტომ არა, ჩემი პრობლემა ექნებათ არაბთან, ირანელთან, თურქთან თუ ვისთან. ყავთ ძალიან დიდი პატრონი, ყავთ ძალიან დიდი მფარველი და მივხედიათ თავისთვის. ჩვენ მივხედოთ ჩვენ თავს. დავანებოთ შიგ ევროპას თავი, ახლა დროა და წინ აზიისკენ. არ აქვს არანაირი პრობლემა. ევროპელებს არავის არ ცალია, ჩვენთვის ყველას თავისი პრობლემები აქვს. ყველას თავისი პრობლემები აქვს. არანაირი უკრაინის ომი ჯერჯერობით არაფერი არა. მეუბნებოდი ამას. აი რამდენი ხანია ახლა ტრამპი მოსულია. ყველა აძახებს, ხო ჯერ მოვა ტრამპი და 24 საათში გაჩერდება ომი. გაჩერებულია? ახლა 100 დღე მაცადეთო. ასია ჩემო კარგებო, ომს შტერები იწყებენ მარტივად და მე 1000 ბრძენი ვერ ამთავრებსო. ამას რო ვეუბნებოდი, არჯერ ტრამპი მოვა გვეშველება, ყველაფერი აფელი არ გიშველებათ. ტრამპი იმათ თუ მოულის, შეიძლება მაგ მომენტი გამოიყენო. თუ მაგ მომენტს ვერ გამოიყენებ, ტრამპი შენი გულისთვის არ მოიკლავს თავს. ტრამპს მისი ქვეყანა აინტერესებს და მისი ქვეყნის ინტერესებისთვის იბრძვის და ასეცა. ასეც უნდა იყოს. რა თქმა უნდა, არ მინდა ეხა მაგათი ამბავი და ბედიმი არ მაინტერესებს. მოკლედ, ჩემო კარგებო, ხო, ერთი ბოლოში მინდა დავამატო. აი ეს დღეები არის, რომ გავრცელდა ინფორმაცია ჰაკერულ თავდასხმასთან დაკავშირებით.
ახლაც რუსეთიდან ხო არ იქნა თავდასხმა განხორციელებული. ხო. რუსეთიდან ხო არ იყო. აი ახლა ვადევნებ თვალს ამ იმასთან. მაგაზე მოდივერე ცალკე ვილაპარაკოთ, მაგრამ ვინ განახორციელა, საიდან განახორციელა, ან იქ ზვიად გამსახურდიას დიალოგის ქვეშ რო იყო, მე ვარ ქართველი და მე ვარ ევროპელი, ქართველი პატრიოტი ადამიანის დამოუკიდებლობის სიტყვის ქვეშ მეზიზღება არა ქართველის, არ ვიტყვი შეგნებულად, არა ქართველი ჟვანიასი და მისი ნაბუზრული სიტყვის გამეორება და ესე შემდეგ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ეროვნულ და ზვიადის და ეროვნული ცნობიერების ნიღბის ქვეშ შეფუთვა მთელი ამ ნაგავის, მაგრამ ვინ გააკეთა? საიდან გაკეთდა? საიდან მოხდა საქართველოს მოსახლეობის მონაცემების გამომჟღავნება? რას ამბობს ამაზე ჩვენი უშიშროების მინისტრი, შეფი, ლილუაშვილი, რას ამბობს ამაზე გომელაური? რომელი ქვეყნიდან იქნა გამომჟღავნებული? ეს კიდე ცალკე თემა არის. მომდენო ლაივისთვის ნახოთ ალბათ უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამ ყველაფერზე. აი ესეთი კიბერდაც ვინ გიმონტაჟებდათ კიბერუსაფრთხოებას? ეს შემდეგ. მოკლედ რთული პერიოდი არის, მოსალოდნელი და რავის ნუ გეკნებათ ილუზიები, რომ აი კიდე ერთხელ ტრამპი მოვიდა და კარგად იქნება. ან ჩინელები შემოვიდნენ და всё გვეშველა. არ ხდება ასე. არც უნდა მოხდეს თუ ვინმეს გაინტერესებს ჩემი დამოკიდებულება ესეთი. კარგად ბრძანდებოდეთ, შვიდობა მოგცეთ ღმერთმა.